მოგესალმებით. ძალიან გვიან ჩაგრდეთ თქვენ ახლა ისეთი რაღაც გამაზეთ სახალისო რომ ემეტი რო შეიძლება ბენთან ნახეთ TikTok-ზე. უბრალოდ ვერ მოვასწარი YouTube-ის გაძრობა, თორე ეგ იყო აუცილებლად გადასაღები. დილიდან საქმეებზე ვიყავი, მთელი დილა საქმეებზე და ბუბუს უმწერდა რომ მალე მოხვალ. დღეს არის ეგ ამბავი თუ ზოგადად ნებისმიერ დღეს შეიძლება. აი მენა დღეს იყო, მაგიტომ იყო ეგეთ პანიკაში. მაგრამ დღეს ვინც არის ბედნიერად გათხოვილი, ოღონდ აუცილებლად ბედნიერად ან განქორწინებული და რაღაცა არა. დღესვე დაიდება ეს ვიდეო, ამიტომ იქეცით გააკეთეთ. დღეს ბოლომდე შეიძლება. ფეხსაცმელზე უნდა წაუსვას ბედნიერად ვინც გათხოვდა იმან თაფლი. რომ მე სახვიდე სადაც მიდიხარ და აიწებო აუსვას იმას, ვისაც უნდა. ხო, ვისაც უნდა რომ გათხოვდეს რა. ანუ მე წავუსვი ბუბუს ფეხებზე თაფლი. ამასობაში, ესე იგი, მე ვიყავი ოფისში შესული და ბენმა გამომიარო რა საკეთებო და მე ვთხარი გეხვეწები მეთქი სახლში რომ წახვალ თქო. ბუბუს უთხარი რა, რომ არ დამავიწყდა და მოვალ და თაფლს წაუსმე ფეხებზე და რატო ავათარისო, ანუ უკვე მაგდენ იცის ბენმა რა, რომ თაფლს უსმევთ ავანყოფობაზე. ეს რო იცოდეთ, ეს 13 წლის წინ არ იცოდა ეგ ამბავი. არა, მეთქარი ავათარ არის, აბა რატო არა გათხოვება უნდა თქო. ანუ ოვიმაც და ბერმაც ჩამხედეს, ანუ ხო გასაგებია. ხო მეხდეთ ანუ უკვე აღარაფერი აღარ უყვერს რა, აი საერთოდ არ არსებობს რაღაცა ჯუსტი რო გადატრიალდება რომ ავად გახდები, ეს უკვე როგორი ფაქტი ამბავია, იცი, ანუ წყალი მაგას აღარ გაუვა არასდროს და ეხა თაფლს რო წაუსმე ფეხის გულებზე გათხოვდები თავისთავად. ანუ დებილი თუ არ ხარ გათხოვდები აპარასისა. და კაიო ბენმა და მოკრეთ რომ მოვედი ბენი დამხვდა რომ მეც უნდა წაუსვო, დავფიქრდით რომ ეხა მარტო მე ხوار წაუსმე ფეხზე. თაფლს ხო ორი ფეხია, ორი და ადამიანია რომელიც ბედნიერად არის დაქორწინებული. ანუ ბენ ძალიან გაუხარდა, ანუ შენ ხარო ბედნიერად დაქორწინებული, მე ვთხარი კითხო ნახე. ანუ მეტი ხო ეჭვმა გაშაღაშეგებარება რა ხან თაფლს უსმევ საკუთარ დას ფეხებზე. მაგას ხوار მოგატყუებდი. თაფლს ხوار წაუსმევდი ხო? შანსი არ არის. რახან წავუსვი, ესე იგი უეჭველი ძალიან ბედნიერია. მაგრამ მეც და ბენმა წავუსვით თაფლი. რის მე ბენი ბუბუ წავიდა ძალიან ბედნიერი. ანუ ალბათ გასათხოვებლად. ბენმა მე ინერვიულა რომ ჭიანჭველების დასევა იქნება ჩვენს სადარბაზოში. ეხა სხვა შეიძლება დარჩა, იმიტომ რომ რეცხავს სადარბაზოს, რომ შემთხვევით ვინმე სხვა არ გათხოვდეს და ჭიანჭველები არ დაესევეს ჩვენს სადარბაზოს. ასევე ჩვენ გადაწყვეტეთ რომ წავიდეთ ოქროს ბირჟაზე. ახლა ხოშის არ ვიცი რატომ მოვატყუებენს რომ სადღაც სხვაგან მივდივარ და არა ოქროს ბირჟაზე. რაღაც დამეზარა, იმიტომ რომ მოუნდებოდა მაგასაც წამოსვლა ოქროს ბირჟაზე. და მაგასაც თუ მოუნდებოდა, ეგ ნიშნავს რომ ოვიც მოდიოდა და შიოც მოდის. და ოვი და შიო რომ მოდის, ნუ კაი, ოვი კიდე ჯანდაბას და შიოს მანქანაში ატყანა, მე არ შემეძლია რომ მოსცხოვს კიბოს და ამიტომ აი ეს რაღაცნაირად და ჩემთან მივდივარ მეთქი საქმეებზე ეს უთხარი. ნუ ახლა ოქროს ბირჟა არის საქმეები? გადაუდებელი საქმეები, მეც ასე ვიგებ. ხო და მივდივართ ოქროს ბირჟაზე, გადაუდებელი საქმეები. სატიპოა ეს ისა გათხოვების ამბავი. აზიარო. და რა ვიცით რომ დანამდვილებით თხოვდება? ნუ ახლა ეგეთ რაღაცას ხალხი ტყუილა არ დაწერს. ხო რა თქმა უნდა. ანუ სატყუს და Facebook-ზე ამოვიგდო? აზიარო. საგანაციდან სადღაც ამოქეკა და მოვიდა ძალიან უკმაყოფილი რომ როგორც იქნა? იცის ახლა გზა. გათხოვებისა. ბედნიერად გათხოვებისა. ბედნიერად გათხოვებისა. თორე ისე რა ახლა ყველა შეუძლია. და დღეს არის ის რაღაცა მთავარი დღე, მოკლედ როცა ვთხოვდები უყალა. შენ არ კიდევ წაგისვათ ფეხის გულებზე? იყოს. ნამყოფი ხარ უკვე ხო მაგ საქმეზე და არა ხარ გაგიჟებული როგორც ვთქვი. მასობაში ბუბუმ წერს ისეთი ნიპრიატნი ტიპია, იმენა გავხევდიო. ანუ მე მგონი ამაში უფრო პრობლემა არის, ვიდრე თაფლის წაუსმელობაში. აბსოლუტურად უცხო მე ზეიწახის რო ეწოდეთ ანუ არის ის ვინა. რატო არის ნიპრიატნი ტიპი, იმიტომ რომ რაღაცა ვიდეო დადო რა. ისეთი რა, რომელიც შედარებით ნიპრიატნის კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ და გახევდა. არა, მეც გავხევდი. მეც ისეთი ეს კეთილშობილები ვართ, დეიბი კოშკილიშვილები.
კეთილშობილას საერთოდაც გვინდა რომ იყოს ყველა ძალიან ბედნიერი. ხო რა ეგეთი რაღაც ყალბი ისინი. მე ისეთი გულწრფელი ვარ და ისეთი გულწრფელი და ისეთი. ყველა მიყვარს აბსოლუტურად და არავინ არ მაგიზიანებს. პიროსი ხო. კაი რა რისთვის მივდივართ ახლა ოქროს ბირჟაზე? ვერცხლისთვის. რამე ვერცხლის ლამაზი ბრასლეტი გვინდა რომ ვიყიდოთ. ალბათ. არ ვიცი რისთვის მივდივართ. ხო ალბათ გულის გასახარებლად დასათვალიერებლად ახლა მეტი რა უნდა უფრო. ზინას და ჭმინას. ხო რაღაცნაირად გულს უხარია ძალიან. 20 წუთი ძლევ და მე აღარ გინდა. არა მე კიდე მინდა ხო. მაგრამ იცი რა მე ვერ ვხმარო ბევრ სამკაულს მაინც. ამიტომ აი სხვადასხვა მან ვსტოპდები რა. არა უშავს მგონი რა. აჰა, კაი არ ვყიდლობ, ძალიან კაი რა არ ვყიდლობ, მაგრამ ბევრს მაინც ვერ ვხმარო. აი ამას ვხმარობ, რაც თავი მახსოვს. და ეხლა სხვადასხვა ეს ვიყიდე, არც ნახეთ თუ არა. იცი შენ ამ ქვას რა ქვია? არა. ამას ქვია სულტანიტი. და არის ქვა, რომელიც მარტო თურქეთში, ну ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში იპოვნება. არ არსებობს ქვა სულტანიტი, ახლა თურქებმა მოიგონეს რაღაცა. მე ვიცი რომ აკვამარინი ქვია ქვას. არა, ეხლა ну შეირცხვენ თავს, იმიტომ რომ მე ChatGPT-ს ვკითხე და არის ქვა სულტანიტი, სულთანაით არის. ესე ქვია. შეირცხვენე, მაგრად კი და ეს ქვა იცვლის ფერს. და რა ფერის ხდება? ეს არის ხან მწვანეა, ხან ვარდისფერი კვასკვასა, ხან იასამნისფერი, ხან ყვითელი. მართლა? და ისეთ ლამაზ ფერებში არის, სულ აი ხა რა ფერია, აი ეს რა ფერია ხა. ეს რა ხა იასამნის უშენს ეგეთ ფერი? არა. ხა ნახე მოწადა. სხვადასხვა შუქზე, სხვადასხვა ომინათება ხა ეს რაღაცა. ხა რა ფერია? ხა ყვითელია. ხო, ახლა მოყავდის ფერო მოყვითელი. და ხანდახან არის კვასკვასა ვარდისფერი. და ხანდახან თურქეთში მოიპოვება ისე საზღვარგარეთ, ანუ არა თურქეთში ღირს ძვირი. და თურქეთში არის იაფი შედარებით, თუმცა თუ აი რაღაცა ძალიან ისეთი მაღალია გრანკის სულტანიტი გინდა, ბრილიანტივით ღირს. მართლა? ხო. ხო. სულთანაით. იცი რას გავს? ალექსანდრიტს გავს რაღაცით. ოღონდ ალექსანდრიტი იცვლის მარტო ორ ფერს, ხან იასამნისფერია და ხან ესეთი რაღაცნაირი მოყავისფრო არის და ეს არის ბევრ ფერს იცვლის. და მოკლედ ეს არის მე როგორც მივხვდი და როგორც ამიხსნეს ხელოვნური სულტანიტი. აი ახლა ნახე როგორია ლურჯია. ხედავ? კი. ანუ სულ იცვლის ფერს რა, ყველა ფერზე ჯდება თითქმის. ნუ რა თქმა უნდა რაღაც ლეგენდა არის რომ ხასიათიდან გამომდინარე იცვლის ფერს, მაგრამ რა თქმა უნდა ეგ კლებაზარია, იცვლის უბრალოდ შუქზე. გაჩვენებთ ახლა თქვენს. აი ესეთი, ახლა თქვენთან რა ფერია? ახლა აქეთ. აი ახლა ხო არის ლურჯი. აი შეხედე როგორი კვასკვასა ლურჯია. კი, ხედავ. ორ წუთი ხნა ყავს. აქეთ. აი ზადა. ახლა არ ვიცი რა ფერია. ახლა მომწვანოა. აი ხო ვარდისფერია, ხედავ? გაჩერეთ ახლა. აი ხა მოვარდისფროა, ახლა დაჟე მომწვანო. აი ხა მწვანეა. აქ. მიანათ ერთი წამი შუქი. გაქვს შუქი? თქვენ ჩემსაც მოგცა. შუქი მეკინა. აი შეხედეთ ახლა ხო არის მომწვანო. ხა მიანათებს სანამ. აი ეგეთ არის ვარდისფერი, ხედავთ? არა და ერთი და იგივეა. მედი მეუშვი. ახლა როგორი ფერია? ახლა რაღაცა მოყავისფრო. მოკლედ აი სულ იცვლის ფერს. ახლა ოქროს ბირჟაზეც რომ მოვთ კიდე სხვა ფერი იქნება. ძალიან გავერთე რა მოკლედ ამ სულტანიტით. და ესეც ეს სულტანიტია. რომელიც ასე იცვლის ფერებს და არის სულ სხვადასხვა ფერის. ხან ვარდისფერი, ხან იასამნისფერი. ხო. ჩემს ცხოვრება ძუძუ თუ ამომივარ და გამაფრთხილებ თქვენ, იმიტომ რომ ივსება და ვარდება. მალურად შეუმჩნევლად გაფრთხილებ ნახევარი. ესე და მე მივხვდი რომ მეგონა რომ უბრალოდ უჰაერობა გჭირდა. აღმოჩნდა რომ არ არის უჰაერობა. გული აგერევა ტელეფონში რო ხარ. თუ არ გერევა შენ ეგრე. შენად მე.
ხოდა რატო ხარ ტელეფონში? იცი როგორ მერევა მე შეიძლება რომ აი გავგვიჟდე ტელეფონში ტელეფონი მესიჯი რო შევამოწმო, აი დამთავრებული ვარ მანდ. მანდ ვარ დამთავრებული. მე რა ვიყიდა. მანახე. ფოტოსებთან ერთად გავასწრინო. აუ, რა საყვარელი ხო, რამდენი ცალი გვაქვს ესეთი, ხო იცი? ბევრი. შენ გვაქვს შენ დაგიტოვა. ხო, ვიცი, მაგრამ სადაც არის. სადომარა. ესენი არის სავარჯიშო. აი ესენი სხოჩი ძალიან კარგი და ვივარჯიშოთ მე და შენ. ო, მაგით ავიყიდე. თავით ტკივა თუ გული გერევა? რატო ცნაევა გაქვს? აი, სამიგირო თამაშობს ნერვებს. სიბერე მოხდა. რა გაქვს სიბერე მისას რა ხარ? ეს, კაი, მოკლედ ვიცი მე ამის ვარჯიშები და მე და შენ ვივარჯიშოთ. სხვადასხვა. მივხვდი, ხოლოს წონებია. წონებზე ვარჯიში ძალიან კაია. ხოდა. აი ხან ახლა როგორ ლამაზ ცისფერია. გადმოწია ხოფი. და კეთილში ხოფერია. ძალიან მომწონს ისე მომწონს ეს თამაშობს ფერებს. მგონია რომ აბა ხე სიბნელეში რო შევალთ ნახოთ რა ფერი იქნება. ბნელი ფერია. უბრალოდ ფერი. აი ხა წითელია შეხედე? ძალიან გავიგე. და სხვა შორის ეს სასტუმროში სადაც ვიყავი სულტანიტები იყო შედარებით იაფი და მე იმაში აეროპორტში კიდე ბოლო მცდელობა მქონდა კიდე რაღაცას ვიყიდით ხო რა ეგეც და ისეთი ფასი მითხრეს რომ აბა შენ იცი თქო გადავეცი ეგრევე იმ გამყიდველს აეროპორტში ხო ანუ აეროპორტში ეს ლეგენდა თვითი ფრიზეს სცენაროს მიშლის არა ეს იყო ეგრე და მე უბრალოდ შეცვალეს რეალურად ეგ უნდა იყოს უფრო იაფი duty free ანუ ტაქსების გარეშე გადასახადების გარეშე უნდა იყოს საქონელი მანდ უნდა შედარებით იაფად იყიდო მაგრამ იმდენი გადასახადი აქვს ზემოდან თავიანთი დადებული რომ სეფორაში უფრო იაფად იყიდი რაღაცას ვიდრე duty free-ში ვერა სადაც გინდა ნებისმიერ წერტილში უფრო იაფად იყიდი ვიდრე duty free-ში ვიდრე კოლოსალური რაღაცა ხო თურქებს ევასებთ თან ეს რაღაც განსაკუთრებულად დიდი ფასი არა პრინციპში ვატრაგებ ევროპაში ხო არა ყველგან ძალიან დიდი ფასები ადევს და საერთოდ შეუსაბამო არის რეალურად პროდუქციასთან თუმცა რაღაცები ვიყიდე მე ამჯერად საქართველოს არა ჩურჩხელა რომ რაღაცა 30 ევრო ხო ნუ ეგ რაღაც იგივეა დოლარებში აქვს ლარის ფასები გადატანილი და მე კიდე ზემოდან დამატებული არა ის ვიყიდე შარლოტას ტონალური ვიყიდე რომ მე ვიდეო გადავიღო და ვაჩვენო ხალხს რამდენად იდენტური იქნება ჩვენი როცა გამოვა საერთოდ არ მინდოდა მაგის ყიდვა და გადაყრა ამ ხელაფულის როცა ზუსტად იგივე გამოვა ჩვენთან იდენტური მაგრამ ნუ ვიდეოსთვის ვიყიდე ხარჯია რა ხარჯი მალე გამოვა უკვე ეს ნაკები და ნადიდები ჯერ არ ვიცი ოღონდ როდის მაგრამ აი ჰადაჰო ერთი სული გვაქვს მეგობრებო. რატო აი ხა საცობი ვერ ხვდები? რატო მივიდივართ ამდენი ხანი ოქროს ბირჟაზე გადა? არ არის ეს. მივიდივართ სიჩქარით. არა, ეს სიჩქარით ძალიან მომწონს მე. მაგრამ ესე ნელა რატო მივიდივართ? ნათ. კაი, ჩვენ ხო შორის ხვალ მივიდივართ ბათუმში. და რაღაცა შენ გახსოვს როგორ გვაქვს ხოლმე ჩვენ ერთი წელი რომ ძალიან გვიხარია ბათუმი და ერთი წელი არა. აი შარშან ხო ძალიან გაიღო ბათუმი, რაღაცა ძალიან ვისიამოვნეთ ბათუმით და შარშან წინ ერთი სული მქონდა რომ წამოვსულიყავით. მე არ ვიცი რა ვაიბის ამბავია რა, ხან ძალიან გიხარია რაღაცა და ხან არა. მართლა ვერასდროს ვერ მივედით. მივიდივართ სადგურში არსაი ბაკიდან უნდა ვიყოთ 100 ჯერ მისულები უკვე და ჯერაც ვერ მივედით. შენ არ ხარ ხო მაგ ოაზისში ნამყოფი? აუ ძალიან კაია. აი ესეთია რა, აი სასიამოვნო. არ ვარ. ჩვენ შარშან არა მართლა ძალიან ხერხული. შარშან ძალიან ვისიამოვნეთ ჩვენ ამ ოაზისში. წელსაც იმედი მაქვს რომ მოგვეწონება, ნახოთ.
ვნახოთ. უი, იცი რა ვნახოთ კი არა და ვიყიდოთ რა ჟურნალები. მე მოვიდა შეარო ვარ ყდაზე. ორი სხვადასხვა ჟურნალში ვარ ყდაზე და არ დაგვავიწყდეს რომ ვიყიდოთ. ერთი ეს არის. ნახე. ნახე ჭუჭუნა რა გავს? რაღაცა პრეგო. და მეორე? მეორე, ოკეი. ალბათ ახლა აქ სადმე ნახა. ხო, გვეჭველი ვიყიდოთ რა. თარა? რაღაცა გული მწყდება. მამში მივხვდი რომ ძალიან მივიყავი რომ არ ყიდულობდი ხოლმე თავის დროზე ამ ჟურნალებს, სადაც არ ყიდულობდი? არ ვიცი, რაღაცა შემინდა ჩემი თავი თუ რაღაცა და ეხლა ვნანობ. მქონოდა რა. რას მიშლიდა? სამახსო ბენიძახის ახლა კედელს გააკეთებდიო რა და დაალამინირებდი და ბევრი რაღაც თბილისელებს და რაღაცებს ჩაწერდი. ნუ ნიუ-იორკში ახლა ძალიან ისეთი აუთენტური შორის პაპაშიც ხონდა. შენი ყველა. ნუ ყველა ვერ ეკნებოდა. არა, რაც აი რასაც ნახავდა გამოდიოდა, სადაც ხედავდა, სუბედულობდა და ინახავდა არ ყოფილა. ხო და იქ არის კიდე? არა მგონია ხა რომ აბა საწავით გადააგდეს? ვფიქრობ რომ მუზეუმ გადააგდო. ბაბუა ჩემ, მეთქი სირო ვერ გავიგე. არა, რანაირად იყიდეთ? ხო და გამიკვირდა, მეთქი ხა ყველა რანაირად ექნებოდა. მართლა თუ აქვს უნდა გამოვართო, რა შეუნდა? არ ექნება, არა, გადააგდებით, რა შეუნდა მართლა, გადააგდებით. ვკითხოთ რა. ვაი და არ გადააგდო, ვაი და ხელი არა ეწია ვიფიქრა. არა, ნუ რატო ხა იქნებ ვიფიქრე, რა ვიცი. არ გადააგდებ. მეორე სართულზე გიგდათ ხო? არა, პირველზე. დიახ. ხოდა. თავი მეც არ მტკიოდა მინდა იკითხა. აი ეს. ამინდი. კაი, მოვედით ჩვენ ოქროს ბირჟაზე. უი, და ოვის უნდა უყიდო აკპაძემკაში ისინი, რა ქვია, მაისურები როგორ მთხოვა რონალდო, მესი, ნეიმანი, ბამპე. ყველას დავპირდი რომ 10 წელს უყიდით, იქ ხვეწები არ დამავიწყო რა. აი ხო ხოჭა. ხო, მოკლედ ეგენი უნდა უყიდო ოვის და როგორ გაუხარდება ხე კიდე კაი რომ მოვედით აქ 100 ჯერ დავპირდი ბორს რო გიყიდი მეთქი და მახსოვს რა მიწის ქვეშ. არ გვინდა ფასიანი, უბრალოდ ცოტა წინ კიდე გასასვლელისკენ მაინც ისე უნდა გავიდეთ. ცოტა წინ კიდე წინ. კიდე და აი აქ დიახ, სადმე აქ თუ გაგუჩერებთ. აი აქ დიახ. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. კარგად მიყავი. ნახვამდის. თქვენც. მადლობა. ვაი. ჰოპ. ოქროს ბირჟა. ესე იგი, ფრთხილად გაგიტანს. მე აქ გადავდივარ, მაგრამ რა ძუძუ არ დამალო მაინც არ გიჩანს? იცი რა არის, რა ვქნა? რო იფსება, მერე იშვება ეგრეთ არა. კითხვას გადმოვიყრი ეს რა. ხო, მაგრამ მაინც ჯობია რომ არა, ნუ ჩავტენი კიდეც, მაგრამ რა ვქნა? მოვედით ოქროს ბირჟაზე. მანქანამ არ გაგვიტანას. ოქროს ბირჟები. ზო მაღაზიებისაც უნდა ოქროს ბირჟაზე არის განცხადება. გამო. ვიყავი ბირჟაზე და ისეთი გულდაწყვეტილი ვარ. მეტი რომ ხო, მაქედან გაუაწყალე, მაგრამ ხო იყოს რა ვიცი რა. რომელი ახლა? რომელი მე?
ანუ ყველაფერი ფეიქები არის, რატომაც არა და რა კარგი ოქრომჭედლები ყავს საქართველოში გააკეთე რა რაღაც ორიგინალური. არა, ყველაფერი კარგია, მარტო ოღონდ როგორ იცით, აი Louis Vuitton-ზე კიდე ცოტათი კარგიაც რო არის, ცოტათი Tiffany-თი შელაკული და ახლა ჩამოვედი მიწის ქვეშასი. უნდა უყიდო ოვის აი ეს ისინი. რა ქვია მაგას ფეხბურთელების მაისურები. და ხო და ერთი გაგოლსიც უყიდოთ, იმიტომ რომ ესეც დაკარგა. Ну, ბენის თეორიაა, რომ დამაგებელმა მოიპარა, რა თქმა უნდა. როგორც ბენს თეორია. შეთქონა. ხო და ნუ ეს კაია რა ვიცი, ჩვეულები, ძალიან ჩვეულები, ნახმარს გავს გადა. ამოვირჩიე რა. აი ეს ჯორჯია საქართველო. ესეთი მეც მინდა ერთი. ერთი მე, ერთი ემილს. აი ეს ემილს ეს რომელი შენ რომელი? მე ეს და ეს ემილს. მომწონს ხოთშის. კაი, მოიცადე ერთი წამი, ხა ისინი დავნახო. ეს ზომებში გააქვთ? არის უჩი დიდი ზომაში. ეს მინდა ერთი მინდა მესი აქვს. აი, მესი აქვს. მესი მაქვს ყველა ზომა 5 წლიდან 2 კვარაცხელია მინდა ერთი. წელია ძმა. გრძელსახელოებიანიც ასე კი მინდა 10. ხო. დიდი რა, ესეთი ცოტა მოზარდი ესეთი ბავშვი. მოზვერი ბავშვი. ისიც მინდა რა ქვია მაგას ნეიმარი? ხო, აი ეს და ეს არის ტოლები. ანუ ეს მაისური, ეს ხო. ტოლი, ეს კვარაცხელი, ეს ნეიმარი. ხო, ნეიმარიც მინდა, კვარაცხელიაც მინდა, ბამპეც მინდა, ემბაპე თუ რა ქვია. ვაპესი რა გვაქვს, ვაპეს თამაშობს. ბაპესთანაც არ შევწხვეთ და კიდე რა ვიცი, ვინმე თუ არის ფეხბურთელებისთანაც არ უნდა შევწხვეთ, მაგასთანაც არ შევწხვეთ რა. აი, აქ მე ვყიდულობდი ხოლმე ადრე სათვალეებს, ვიდრე მანეთად. ვაპესი ეხლა ხო არ გადავირტყა თავზე რამე, სათვალე. ხო, ის და ზომა. რაც მქონდა, ერთადერთ ხო მქონდა ნაღდი სათვალე და ისიც მომპარეს ხოლმე. ეს მეხდი რა. აზრი არა აქვს, ხო? ეხლა თურქეთში იმ ჩემი მითი რა ქვია, ფეიქი ვერსაჩეთი, იმდენი ვიხტუნავე წყალში, არ მენანებოდა არც ერთი წამი და ნაღდი რო ყოფილიყო, გადავყვებოდი ისევე როგორც როცა მომპარეს. აი ვეხაც ვერ ვხარშავ იმას, რომ მომპარეს ეგ სათვალე. მართლა გადავყვევი. ვაპე არა მაქვს. აი. რონალდოა. იამალია. აი ეს იამალი ისეთი მინდა მეორე რომელიც იყო, ლურჯი. მიხვდით ხო რომელი? აი ეს რა, აქ რაც ეკიდა. ეს ვარიანტი? არა. მე ნეიმარი. აი ნეიმარი დავდი. ეგ ნეიმარია თუ ნეიმარია. აი ეგ ნეიმარია. ხო, ნეიმარი მინდა. კაი, ნეიმარი კვარაცხელია და ესე იგი იამალი არა გაქვთ, ხო, სხვანაირი. ბარსელონას. გაქვთ ბარსელონასე? ბარსელონას იამალი. რა სუნი აქვს? რატომ უნდა კონდეს ეს? აბა იამალი. სხვანაირი იამალი არ გაქვთ კიდე? ბარსელონა ეს არის შემო. ეგ. კი არ ვიცი მე. კაი, ეგენი მინდა მაშინ, რა ვიცი რა არის. დაგვითვალეთ. აი ეს ორი დაგვითვალეთ. და რომელია წყლის სათვალე უკეთესი ხარისხი. ისეთი რომ იმ წამს ვერ ვარ გაგიოდეს რა, იქ ცოტა. დაკარგვა რომ მოასწროს. ხო, რომ სანამ დაკარგავს რა ცოტა ხანი. აი არა, ეგ დიდია. ბავშვისთვის გვინდა. բայց ცოტა გავისეირნებ რა. კაც ერთი წამი გავისეირნებ რა. იქნებ ვინმე კიდე ვნახო. რომელიმე სპორტსმენი. მაგრამ დავკარგავ მე და ჩემს აქეთ თუ დავედი. დიდი მადლობა. ფეხბურთელებს კიდე სად ვიყიდი? იმებს მაისურებს. საით? ეს მეორადები, იქით მეორადები. არა, იქით ახლებია. არა, და საით არის ახლები?
რაღაცა, რა ვიცი, ფეხბურთელები ვინც არიან რა. ქართველებიც. ბავშვის, კი. არა, მეორედები არ მინდა ოღონდ. მაშინ მარცხნივ გადიეხა და ზევითაყევი ახლა. ძალიან დიდი მადლობა. კი არის. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი, იქით იქნება კიდევ. ეს არის 50 და 420-ია. ანუ 110 ლარია სულ. ოღონდ ამის ისოდი პარტნიორი ხოლმე ხამე და რო და ჩემს ბავშვობაში ეს 5-5 ლარი ღება. ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში. უკაცრავად. წამოვალე. და ვნახავ კიდე ფეხბურთელი. აქეთაც არის ფეხბურთელები სადღაც. ბრავო, შავდიას ფეიკი ხალხი. ყოჩახ. შავდია გილოცა. ეს მაგარი ამბავია, რომ ესე მიწის ქვეშაში რა ფეიქებენ შენს მაისურებს, ესე იგი ყოჩახ შავდია. აი მე ჩამწყდა ყველაფერი. კაცა აქ ვარ შენ მიპოვი? თუ დაგელოდო. ცოტა დამცხადა, ცოტა ვეღარ სუნთქო. ფეხბურთელების ვენახი. არა, შოქში ვარ, შავდია, ნახეთ რამდენია. ის რა ლამაზია. თეთრეული. ნახე რა ლამაზი თეთრეულია. შორტები და ის არა? და შეხედე შავდიას ფეიქები რო არის. ეს ის არის? რა ქვია? გამარჯობა. ის არის ჩვენ ვინც ვიცით. გამარჯობა, როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ახართ? კარგად, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ხარი ჩემო კარგი. წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. წარმატებები. კარგად იყავით, ნახვამდის. აბა, ფეხბურთელები. მე მგონი, რამდენი ცალი გამოგვივიდა კაცაის ფეხბურთელები? ფეხბურთელები ვინები ვიყიდეთ? ямალი, რომ ვიცოდე მაინც ამ ფეხბურთელების სახელი, შესაძლოა გაიქნა. ბაპე იყო? არა, მბაპე არ იყო. ემბაპე გვინდა, ნემარი გვაქვს. აი მე დედა, ჩამწყდა ყველაფერი. არა, არ ვიცი თან. არა, რომ ვიცოდე როგორ გამოიყურება ეს ემბაპე. ხალხო, ავთანდილი, შეხედე რა შავდიას ფეიკები. ავთანდილი, მე მგონი დიდი ხანი უკვე ფეიკებენ და შავდიას არ ველოდი, ყოჩა. აი. რონალდო. არ ვიცი. ბაპე გააქვს. ემბაპე გააქვს. ბაპე. არა. ნეიმარი. და ის, რა ქვია, ямალი. ნეიმარი მაქვს კი. აბა რომელი გაქვს? ეგეთი? კაი. თავის შორტებით არის. თავის შორტებით არის, კარგით. იყოს მე. ეს აგზემა? მე მგონი კი. რა წლის მასიდან ეს. მე მგონი. ემბაპე და მოვჩით და დაიხურა ჩვენი შოპინგი. აი, აქეთაც არის რაღაცები მეცა. აქეთ არის კვარაცხელია, მამარდაშვილი. ეგენი გვაქვს, კვარაცხელია. ახლა შენ მოგწევი მას რა. ემბაპეს მაისურები ხომ არ გაქვთ? ემბაპე. არა. მამარდაშვილი გაქვთ. ეგენი მე მგონი ვიყიდეთ უკვე. მადლობა. მე რა თქმა უნდა გვაყოლა ამბავს მამა ემბაპეს. არ არის ეს ემბაპე. ემბაპე არის დეფიციტში და ამ მაღალფარდოვან ნოტაზე მე მგონი გემშვიდობებით და კოცნით გეხოვით თქვენი ნიკი კოშკერიშვილი. ვეღარ სუნთქავ და ვერ ვილაპარაკებ. ძალიან ცხელა. სათვალეები მაინც.
არ არის ემბაპე, არის დეფიციტში. დეფიციტურია ემბაპე. აბა მოვედი ჩემო გამარჯობა. გამარჯობა. უი, ეს რა ღერს? 25 ეგენი. ზუსტად ის არის, რაც ვნახე იმაში რა. აეროპორტში. ბუბუ გადამაგლიჯავს თავზე ახლა ეს როგორ გიგა. ეს საიტებზე არის 60 ლარი, 5-თან ერთად 5-ის გარეშე 35 ლარი, ჩემთან არის 25. რატო არის 25? მისი აღების ფასი არის 20 ლარი. მე ჩება 5 ლარი, მე 5 ლარზე მუშაობ, მაგიტო ფასები ასეა ჩემო ლამაზი. ხოდა მინდა. თორე ასე ხარისი ერთია და მოდელიც ერთია. ძალიან კარგი მოდელია, ძალიან კარგი ხარისხი ერთი. ბუბუს არ ვთქვათ რა უბრალოდ. ტელეფონისაც წავიღე. თუ კარგი არა. ვარც გადახტე ხო შეიძლება? როგორ? რო ჩაგირიცხოთ ან კი, გადმოვიდა. შემოგვიდი. გეხოცები. 25 საათი. დედა მეყიდა სათავე. ხო არ გიქნება 25. იქნა მეორე შენ საათი. შემოგვიდი. ჯიგარი ხარ მართლა. ერთი წამი და აბა მიდი შენსაც არ ვეტყვი ბუბუს. უი ეს ნახე რა ლამაზია. მაგალითად, აბა გაიგეთ. ой, არა, ნახე ეს მიუ აქვს. მიო, მისი სილამაზე ეგ მიო არის. მომჭირეს. მაგრამ ლამაზი. მე ჩამოვა მალე. სტოგმის გული მე რა. აი ეს შავერბო ფულს აი 1 2 3 არა, არ მომწონს. მაგ ეტაპიდან გამოვედი. სუსტი სახესე საერთოდ ოვალური ლამაზია. ამბეს დამენახე. ჩვენ არსად არ ვართ გასაშვებები. მართლა კარგად გაგდე, ეს კარგად გაგდე. შემხედა? სუსტი სახესე მიდის ეს მოდი. თუ ბუბუა ვართ, მაშინ. trouble. Hello? Hi. This sounds funny, but I found some samurai swords, but they're big, you know. Oh, just, I don't know. Kaza, will he like a samurai sword? It's a big, Very it's old. like real size, but it's like Samurais, ეს რა ქვია, sword. არა. No, he won't. He probably won't be able to play with it. does he like Monkey D. Luffy? I found like nice statues as well, you know, Monkey D. Luffy. He likes statues. Yes, he does like statues. We got him a hat. Yeah, I found like statues of like, you know, these characters. Shows he liked, you know. Yeah, Monkey D. Luffy, he probably gonna like. Yeah, Some characters. some characters. Yeah, he likes those statues. You know, the ones he plays with. He does like the statues. Yeah, plastic. No, not the statues. The ones that he can play with. You know what he plays with, right? I don't know what they're called. Characters. Characters as all we used to Not play. the statue. Yeah, like the characters. Yeah, these are the ones in the statues. These are your people, you know, with the arm of the guy. But it like kind of like always comes off. Yeah. No, he wants like so he can play with it. I don't know what they're called. It's a statue, but it also it doesn't bend. You can take the statue off, you know. Yeah. Let me show you. Okay. FaceTime me. No, he likes these. What's the character? Okay, hold on, let's do that. One second. So you see this? No, It's a that's. statue. It kind of comes off, so. Oh, it comes off. I don't know if Yeah, he but it likes. doesn't move. No, I don't think he likes it. No? Okay. Okay, I'll have to keep looking around, okay? Yeah, we got Oliver, Mbappe. and- არა, მბაპე. No, not Mbappe. Everything. Oliver's here, too. Okay. Oliver's here. Yeah. Okay. All right, I'm trying to think. Do you know any characters he likes? He likes those Ninja Turtles and something else. Yeah. All right, let me try to see if I can find something. Okay. All right, I'll talk to you later. Mortal Kombat or whatever those guys are. Oh, yeah? Yeah. All right, well, they don't have anything here, but I'll look. Statues are nice. All right, I'll talk to you later, okay? Okay, bye. უი ხო, კოცნით გეხვით, გეკოშკეშვილი, ნახონდეს.